მე ვარ ნინო კალანდია, სამოქალაქო აქტივისტი და დავიწყებ ქალპატიმრებზე თუნდა ვილაპარაკოთ, დავიწყებ ნინოთი, რომელიც ჩემი მეგობარია, თანამებრძოლი, რომელიც რავითარებაში დააპატიმრეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თავად იყო თავდასხმის მსხვერპლი და თავის დაცვის გამო ნინო აღმოჩნდა ციხეში და ეს მანდატურები დღემდე გარეთ არიან და კიდე 1000 დანაშაულს ჩადიან. ნინოს მდგომარეობა ციხეში ასევე ყველამ კარგად ვიცით რა დაემართა და გამოვიდა ციხიდან ჟურნალისტმა კითხა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა რა იყო მთავარი მტერიო შენთვის ციხეშიო და ნინომ თქვა რომ მთავარი მტერი იყო საწოლი, რომელსაც ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. ნინოს ჰქონდა ხერხემლის პრობლემა, როდესაც ციხეში მოხვდა. ოპერაციაც ჰქონდა ჩატარებული 2019 წელს, თუმცა გარეთ მართავდა თავის ხერხემალს და ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ ჰქონდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა ადვოკატმა პირველივე სასამართლო პროცესზე წარადგინა ეს სამედიცინო ფურცელი, სადაც დაწვრილებით ეწერა რა პრობლემა ჰქონდა ნინოს ხერხემალზე, ეს არათუ გაითვალისწინეს, შემოუბრუნეს რაღაცა წარმოუდგენელი ფორმით და ნინო იყო პირველი, რომელსაც დაემუქრა ეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რადგანაც ამ სამედიცინო ფურცელში ეწერა, რომ ოპერაციის შემდგომ ნინოს ჰქონდა ემოციური ლაბილობა, რაც არ არის დიაგნოზი და ელემენტარულად იყო ნევროლოგის დაწერილი, არ იყო ფსიქიატრის დაწერილი და არც ჰქონდა უფლება მას, რომ ფსიქიატრიული დიაგნოზი დაეწერა. ეს ძალიან კარგად იცოდნენ მოსამართლეებმაც, პროკურორმაც, მედიაცირამოა, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ეს ქალი, ახალგაზრდა გოგო, უფრო სწორად მედიაცირამოა, რომელიც ყოველ სასამართლო პროცესზე დაჟინებით ითხოვდა მის პატიმრობაში დატოვებას, როდესაც ადვოკატი ითხოვდა ხოლმე მისი გირაოთი გამოშვებას, რადგანაც ნინოს მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში, თუმცა მედიაცირამოას ყოველთვის არგუმენტად მოქონდა ის, რომ არსებობდა დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი. ანუ მედიაცირამოა გული უსკდებოდა, ნინო გამოეშვათ ციხიდან, არ მივარდნილიყო მანდატურებთან და არ ეცემა ისინი. სანამ მართლა უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივიდა ნინოს მდგომარეობა, სანამ საერთოდ გადაადგილება არ შეეზღუდა ისე, რომ ადვოკატები მიდიოდნენ ვიზიტზე, ეტლით გამოყავდათ ხოლმე, იმიტომ რომ ამ მოკლე მანძილზე სიარულსაც ვეღარ ახერხებდა, სანამ იქამდე არ მივიდა საქმე, რომ უკვე დამოუკიდებლად ვეღარ ჭამდა და თავის მოვლას ვეღარ ახერხებდა, მანამდე ვერ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ ნინო გირაოთი გამოეშვა ციხიდან.